რუსთავის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ლოცვები მამა ფრიდონმა წაიკითხა გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორი პატა ხიზანაშვილიც მივიდა. გუბერნატორის განცხადებით დღევანდელი დღე და ამ დღეს დაღუპული გმირები ქართველმა ერმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რადგან ისინი საქართველოს მომავალს შეეწირნენ. 9 აპრილს რუსის მოძალადეებისაგან გარდაიცვალნენ ქართველი ბავშვები, ახალგაზრდები, რომელმაც წრეში მოაქციეს და ლაფათქებითა და სხვადასხვა ხერხებით გარდაიცვალნენ ეს ბავშვები და მინდათ გადავიხადო მათთვის პანაშვიდი. და სიკეთით მომადლოთ მათ, რათა მათი სულები ცაში ხარობდნენ თავიანთი საქმეებით. ღმერთმა დაგვილოცოს. ყველა ალბათ უნდა ფიქრობდეს იმ მნიშვნელოვნებაზე, რა როლიც მათ შეასრულეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ვფიქრობ, რომ ეს დღეს ხსოვნის დღეა, ერთდროულად ხსოვნისაც და ერთდროულად გამარჯვებისაც და ჩვენც მოვედით, იმიტომ რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. 9 აპრილი არის ერთადერთი ის დასაბამი, მე ვიტყოდი, ქვეყნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ჩვენ 99 წლის 9 აპრილს დავკარგეთ ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობას. პატვის მივაგებთ ჩვენ მათ ხსოვნას. ეს არის ტრაგიკული დღე და ყოველთვის იქნება დარჩება, სანამ ქართველი იარსებებს ამ ქვეყანაზე. დღეს ჩვენ მოვინახულეთ 2004 და 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახები. ვიხდით პანაშვიდს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს საქართველოსთვის თავდადებული ერთგული გმირები.